ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა, რომელსაც ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული ეგრეთ წოდებული ფარას გრანტების შესახებ კანონისა და მაუწყებლობის კანონში ცვლილებების გაუქმების რეკომენდაცია აქვს გაცემული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლების განსხვავებული შეფასებების საგანი გახდა. ქართული ოცნება ვენეციის კომისიის დასკვნას აბსურდულს უწოდებს, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გაცემული რეკომენდაციები საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებას ემსახურება. დასკვნის თანახმად მიღებული კანონები ქმნის თვითნებური აღსრულების პოტენციალს, შერჩევითი სამართლიანობისა და პოლიტიკურად ბოროტად გამოყენების რისკებს, ტოვებს დისკრიმინაციული გამოყენების ფართო შესაძლებლობას და ცალკეული ადამიანებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრის მიმართ განურჩევლად გამოყენების შესაძლებლობის საშუალებას იძლევა. მიუხედავად ვენეციის კომისიის შეფასებისა, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ მსგავსი კანონების საჭიროა, რათა ქვეყანაში უცხოურმა ძალებმა ექსტრემისტული ორგანიზაციები არ დააფინანსონ. არ უნდა გაგვიკვირდეს ამ ტიპის განცხადებები, იმიტომ რომ აღნიშნული კანონებით ჩვენ და საზოგადოება შეძლებს განახორციელოს კონტროლი თუ საიდან ვისგან შემოდის საქართველოში თანხები, რომელიც იხარჯება პოლიტიკაში, იხარჯება საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში, იხარჯება ძალადობრივი და მოძალადეების წახალისებაში, რაც ძალიან მძიმეა, შესაბამისად ამ ყველაფერზე საზოგადოებას უნდა კონდეს ინფორმაცია. ზუსტად ამიტომ არიან ასე აგრესიულად განწყობილი აღნიშნულ კანონებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ევროპულ ქვეყნებშიც, ამერიკაშიც აღნიშნული კანონი მუშაობს დიდი ხანია, პირიქით საუბრობენ იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს არასამთავრობოების ზოგადად ფინანსური მდგომარეობა, ფინანსები, მაგრამ საქართველოსთვის ეს არ შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ რომ ისინი, ვინც აფინანსებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს და ამის რამდენჯერმე მცდელობა იყო და ახლაც გაიხსენეთ აგერ 4 ოქტომბერს პირდაპირ შტურმი ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეზე, რა თქმა უნდა, მათ არ აქვს სურვილი, რომ ამ ტიპის კანონები იქნეს მიღებული. ვენეციის კომისიის დასკვნას დადებითად აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათი თქმით, ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონები საქართველოში თავისუფალ სიტყვას ახშობს და ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს ზუსტად აფასებს. ყველაზე ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუცია ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონები ლახავს სამოქალაქო უფლებებს ქვეყანაში, ეწინააღმდეგება როგორც ევროპულ სტანდარტებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ითხოვენ ამ კანონის გაუქმებას, თუ კი საქართველოს უნდა ევროპული მომავალი. საქმეც ის არის, რომ ქართულ ოცნებას არ ჭირდება საქართველოს ევროპაში. მათთვის თავარი ამოცანა არის საქართველოს იყოს რუსული იმპერიის ნაწილი, ამისათვის ყველაფერს აკეთებენ ბოლო წლებში განსაკუთრებით. ამიტომ ჩვენი თავარი ამოცანა რჩება ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციით გავაგრძელოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ვენეციის კომისია როგორც ყოველთვის ზუსტად აფასებს ქართული ოცნების მიერ მიღებულ ანტიდემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების საწინააღმდეგო კანონმდებლობას და მკაფიოდ ამბობს, რომ ეს კანონები საფრთხეს ქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივის უკანასკნელ ბასტიონებს, თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო სექტორს. თუმცა ქართული ოცნება ვენეციის კომისიის, ისევე როგორც სხვა ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენს, როგორც ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს წარსულშიც და ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რომ რუსული რეჟიმი არის ჭეშმარიტად ანტიქართული და ანტიდასავლური არალეგიტიმური ხელისუფლება. ვენეციის კომისიის მოსაზრებით ახალი საკანონმდებლო ბაზა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო სივრცეს და დემოკრატიულ თავისუფლებებს, ძირს უთხრის მედიის პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ამიტომ რეკომენდებულია აკრძალვის გაუქმება. გარდა ამისა, ტექსტის თანახმად ფარას აღსრულებაზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო ზედმეტად ფართო დისკრეციით არის აღჭურვილი და მას არ გააჩნია დამოუკიდებლობის საკმარისი გარანტიები. ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს სადავო საკანონმდებლო აქტების გაუქმებას და უკვე არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას. რეკომენდებულია გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმება ან მათი საფუძვლიანად გადახედვა აუცილებლობის, პროპორციულობის და სათანადო დაცვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად. აგენტების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად რეკომენდებულია ფარას გაუქმება, ვინაიდან მის მიერ დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების შელახვის რისკს შეიცავს. რეკომენდებულია მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი იმ ცვლილებების გაუქმება, რომლებიც კრიტიკული ტელევიზიებისთვის უცხოური დაფინანსების საყოველთაო აკრძალვას ითვალისწინებს. ვინაიდან ეს ძირს უთხრის მედიის პლურალიზმს და არ აკმაყოფილებს აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს. ვენეციის კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ ამ კანონების აღსრულების უფლებამოსილება აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც მინიჭებული აქვს გადაჭარბებული დისკრეცია, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკმარისი გარანტიები.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვენეციის კომისია გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ საქმეში მესამე მხარეს ჩაერთო და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. ვენეციის კომისია უთითებს, რომ რუსული კანონითა და ფარათი შექმნილი რთული სამართლებრივი ჩარჩო შეუთავსებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლებრივი განსაზღვრულობისა და აუცილებლობის პრინციპებთან. ვენეციის კომისიის თანახმად 2025 წლის 12 აგვისტოს წერილით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვენეციის კომისიას ნება დართო საქმეში მესამე მხარის სახით ჩართულიყო და წარედგინა წერილობითი მოსაზრებების საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართეს. სტრასბურგმა რუსულ კანონზე მედიებისა და არასამთავრობოების საჩივრის განხილვა 2025 წლის 27 მარტს დაიწყო და საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.